საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო კომედი არხის ერთგულ მაყურებელს დიდი მოწიწებით მოგესალმებით და რა თქმა უნდა წარმოგიდგენთ ულამაზეს ნინო ჩხეიძეს. მოგესალმებით სულ ყველას. გილოცავთ მეოთხე სეზონის ოფიციალურად გახსნას. დღეს რო შევარჩიეთ ჟიური, რის მიხედვით გეტყვით ყველაზე კარგი განწყობა თბილისში როგორ შეიძლება და ვისთან შეიძლება გაატარო. მე ვფიქრობ ყველა ის ადამიანები ვართ აქ. ამისათვის გჭირდებოდა ზალიკო ბერგერი. აპლოდისმენტები ზალიკოს. და რა თქმა უნდა ულამაზესი და უმშვენიერესი ნინა წკრიალაშვილი. აპლოდისმენტები. ჩვენი ვახო ბიჭიკაშვილი და ნიკოლო ზარაბიძე. ნუ აღარ არის საუბარი. დღეს რადგან არის საქეიფო ტური, გადავწყვიტე რომ პირველი შემსრულებელი ვიყო მე. დიდი სიამოვნებით გიტოვებთ ნინო ჩხეიძეს, მე დაგიბრუნდებით და უკვე დავიწყებთ საკონკურსო საქართველოს ფანოღის მეოთხე სეზონს. ციხრუბლებმა რაც ჩამოიარა რატომ გაგვიჩინა ორივე სიარა მედმა რა გვარგუნა ეს მწარე ფიალა ორივე სიმწარეს რატომ გვასიარა დაბრუნდი რომ მერე არ იყოს ქვიანა იქნებ განიკორნოს ჩემს ქუჩი არა სულ სიტყვა შეგესვა სიმწარე კი არა კვილი შეგეცვალოს ეგ მწარე ფიალა მინდა სიყვარულს სულ გეფიცებოდი უშენოდ ვერცლებდი როცა გშორდებოდი გახსოვს რომ სიყვარულს შენც მეფიცებოდი შენც ხომ ვერ აცლებდი როცა გშორდებოდი სულ შენზე ვფიქრობდი სულ მენადრებოდი მე შენ სიყვარულში ვიწოდი ვდმებოდი შენ ჩემზე ფიქრობდი შენც გენადრებოდი ორივე ვიწოდით ორივე ნინო ჩხეიძე და ვახო ბიჭიკაშვილი.
დიდი მადლობა ვახო ჟიურის თხოვ უღმესი მადლობა თქვენ და დაიკავოთ თქვენი ადგილი ჩვენ კი მეც დაგტოვებთ ამასობაში აპლოდისმენტები ნინო ჩხეიძეს და წარმატებები დიდი გავაცილოთ მადლობა არ შემიძლია რომ არ მივაცილო ბოლომდე თან მოვიშველიებ ჩემო ძვირფასებო იმიტომ რომ ახალი კონკურსანტები ყავს და სახელი და გვარი ზოგადად გახსოვთ ალბათ რომ მიჭის დამახსოვრება მით უმეტეს ჩვენი ახალი კონკურსანტების და მინდა გითხრათ რომ დაიწყო და დღეს ერთი კონკურსანტი უკვე დატოვებს საქართველოს ფანოქს აპლოდისმენტები არ მესმის თქვენი მოკლედ მე ბევრი საუბრით დროს აღარ წაგართმევთ პირველი კონკურსანტი უსმენთ დავდგირიძე გიორგის აპლოდისმენტები მას და წარმატება გიორგი მოგესალმებით რას მიჩევთ ერთი მითხარი რით გავიხარო გულია კეიფზე თუ თქვა უარი სიცოცხლის ელექსირია მას მებო ერთიც დავლიო დავლოსო ღვინის მადლია კეიფს და ლამას სიმღერე ურამე ქვეყნად შობია მას მებო ერთიც დავლიო ამ ქვეყნად რა დაგურჩენია კეიფს და ლამას სიმღერე ურამე ქვეყნად შობია და მისხით ღვინო და მალევინე სამსეფიალა ამაცევინე და მისხით მემო თქვენთანავარ ალავერდი წლებიც ოხროგორ გარბია მაშიც გიჩნდება ჩაღარა ცხოვრების მატარებელი ივსება ბედნიერები მას მებო ერთიც დავლი დავლოსო ღვინის მადლია ეიზა ლამას სიმღერე ურამე ქვეყნად შობია მას მებო ერთიც დავლიო ამ ქვეყნად რა დაგვრჩენია კეიფს და ლამას სიმღერე ურამე ქვეყნად შობია და მისხით ღვინო და მალევინე სამსეფიალა ამაცევინე და მისხით მებო თქვენთანავარ ალავერდი დაშე ღვინო და მალევინე სამსეფიალა ამაცევინე და მისხით მებო თქვენთანავარ ალავერდი და მისხით ღვინო და მალევინე სამსეფიალა ამაცევინე და მისხით მებო თქვენთანავარ ალავერდი მასავიდა
თქვენთან ვარ ალავერდი დიდი მადლობა დავდგირიძე გიორგი და დაიწყო შეფასება და ვნახოთ თუ ვინ დაიწყეს ბრძოლას 5000 ლარისთვის და ვახო უნდა დავიწყოთ თქვენგან აპლოდისმენტები ვახოს საღამი მეოთხე სეზონს მივესალმები ჩვენს მონაწილეს გიორგის უსურვებ წარმატებებს მე ვთვლი რომ ამ ადამიანს აქვს მონაცემები რომ იმოღვაწეოს ესე ვთქვათ საწყის ეტაპზე მაინც ფანოხში და სულ მეგონა რომ მთელი სიმღერის მანძილზე სადღაც კითხულობდი ამ ტექსტს აი სადღაც მიმოფანტული იყო ეს ტექსტი დადიოდი თავით არა უბრალოდ მე ისეთი ადამიანი ვარ როცა ქორწილში რომ ღერი ვარ ხოლმე ხალხის მაგას მეუნევა რატო ესე და რატო ისე თვითონ ადამიანი ვარ დაბადებული ღმერთისგან რა ვიცი მინდა რომ ხალხი დვიჟენიაში დვიჟენიაში იყოს ხალხი არა ჩვეულებრივად დაბადებული ხართ გადასარევი შეფასება იყო ეს არის დვიჟენიაში რო იყოს ხალხი ხო მოდი ცხრიანი თუ დვიჟენიოთ დღეს და მე შევხედოთ რა დიდი მადლობა 9 ქულა ვახოსგან გიორგის დიდი მადლობა ვახო ნიკოლოს თუ შეიძლება არა მეც მინდა ყველას ძურბოს სწრაფად ძალიან სწრაფად იაფად და ხარისხენად ჩამოვაყალიბებ ჩემს სათქმელს პირველ რიგში მეც მინდა მოგესალმოთ ყველას მივესალმები საქართველოს ფანოხის მეოთხე სეზონის გახსნას და სანამ თამანდას ავირჩევთ მე ჩემს სათქმელს მოგახსენებთ ნუ მე მესმის რომ გიორგი პირველი გამომსვლელია ცოტას ნერვიულობდა ცოტა არითმია დაგვემართა სამაგერო დვიჟენიაში მაგრამ დვიჟენიაში ვიყავით და მეც ვახოს დავეთანხმებ იმაში რომ ეს ადამიანი მე მგონი აქვს იმის რომ პოტენციალი რომ მე ნელ-ნელა დავხოცოთ ყველაფერი და ჩავჯდეთ რა თქმა უნდა პირველია მაინც და უნდა გავითვალისწინოთ მოდი მე 9-ს დაგიწევთ დღეს დიდი მადლობა გაიხარეთ ნიკასგან გიორგის დღეს არ ვიქნები სტროგი არა დიდი მადლობა სტროგი დვიჟენიდან გამომდინარე სტროგი მადლობა ნიკოლოს აპლოდისმენტები და ერთი კიდე მხურვალე აპლოდისმენტები უმშვენიერეს ულამაზეს ნინა წიალაშვილს ნინა კეთილი იყოს შენი ფეხები ჩემო კარგო კეთილი იყოს ჩემი ფეხი მე კარგი ფეხი მაქვს ამბობენ გილოცავთ მეოთხე სეზონის დაწყებას გილოცავთ მეოთხე სეზონის დაწყებას და სანამ გიორგიზე გადავიდოდი მე სალიკო გირჩევდი რომ ეს სიმღერა შეიტანო შენს რეპერტუარში ძალიან თემატურია მე ფიქრობ რომ ძალიან ნორმალური და ნორმალურზე უფრო კარგი გამოსვლა გქონდათ დღეს დიდი მადლობა გაიხარეთ თქვენ ნამდვილად იმსახურებთ მეორე ტურში გადასვლას და სანამ მეორე ტური გადავა როგორ იყო ის ტექსტი მანამდე დაისხიფიალა და იმღერე მშვენიერი სიმღერა თუ როგორც დიდი მადლობა ცხრიანი თქვენ იმიტომ რომ პირველი გამომსვლელი ხარ და არ მაქვს საშუალება შეგადაროთ ვინმეს დიდი მადლობა ნინა მშვენიერი იყავით დამაჯერებელი როგორც ყოველთვის და აპლოდისმენტები ზალიკო ბერგე მოგესალმებით მიხარია ძალიან ესეთი კარგი კონკურსი როგორც საქართველოს ფანოღია თან საქეიფო სიმღერების ტურში მოვხდით და თან შეძგევასება დვიჟენია ო აი ესე იგი ცოტა დამისხით ძმებო დამალევინე ერთი ფიალა ო თავისებური სცენურის აქთან რაღაცა სცენურ ცხოვრებისეული სიმღერაა ზალიკოს და კი არა ჩეულებრივი კიდევ ერთი მოეთის ჭიქა ესე იგი ისეთი სიმღერა იმღერა ხო აი ისეთი სიმღერა იმღერა რომ როგორც კი მორჩება კონკურსი აქედან მივდივართ ყველა ჩვენ სახლებში ამიტომ ჩემგან ნათიანი დღემდე პირველ გამოსვლას მადლობა ღმერთმა დაგლოცოთ გილოცავ გიორგი წარმატებული გამოსვლა იყო შეგიძლიათ შენი ადგილი დაიკავო მადლობა ჟიურის კარგები იყავით კარგი ქულები დაწეთ კარგი სიმღერაც შემოგთავაზა ხო ასია გავაგზავნოთ და ნახოთ ხუროშვილი ნინიკო რა შემოგთავაზებს აპლოდისმენტები ნინოს წარმატებები ჩემო კარგო აბა შენიცი მე დაგტოვებთ ერთი მიყვარს ამ ქვეყნად მიყვარს და არც ამალავო
მეც ერთი მიყვარს ამ ქვეყნად მიყვარს და არც ავმალავო მეც ერთი მიყვარს ამ ქვეყნად მიყვარს და არც ავმალავო შენ დამიდირე ლამაზო შენი შავი სათვალითა თუ ვერ აგნახავ დამნები როგორც ის თოვლი დამითა თუ ვერ აგნახავ დამნები როგორც ის თოვლი დამითა თუ ვერ აგნახავ დამნები როგორც ის თოვლი დამითა დილით ზე ამოსულიყო შენ ამაუსასინაო თუ ჩემი ნდობა არა გაქვს ნეტავი მაცოდინაო თუ ჩემი ნდობა არა გაქვს ნეტავი მაცოდინაო თუ ჩემი ნდობა არა გაქვს ნეტავი მაცოდინაო ქალს ერთი უნდა უყვარდეს და არა მთელი ფარაო მეც ერთი მიყვარს ამ ქვეყნად მიყვარს და არც ავმალავო მეც ერთი მიყვარს ამ ქვეყნად მიყვარს და არც ავმალავო მეც ერთი მიყვარს ამ ქვეყნად მიყვარს და არც ავმალავო შენ დამიღიმე ლამაზო შენი შავი სათვალითა თუ ვერ აგნახავ დამნები როგორც ის თოვლი დამითა თუ ვერ აგნახავ დამნები როგორც ის თოვლი დამითა თუ ვერ აგნახავ დამნები როგორც ის თოვლი დამითა ქალს ერთი უნდა უყვარდეს და არა მთელი ფარაო მეც ერთი მიყვარს ამ ქვეყნად მიყვარს და არც ავმალავო მეც ერთი მიყვარს ამ ქვეყნად მიყვარს და არც ავმალავო მეც ერთი მიყვარს ამ ქვეყნად მიყვარს და არც ავმალავო ყუროშვილი ნინო დიდი მადლობა ნინო ну მე ჩემი ხრივ ერთადერთი შემილია უბრალოდ თქვა რომ 100 თუ გიყვარს ვინმე და 100 ეუნები არავინ არ მოგხიტავს არასოდეს უბრალოდ ცოტა უნდა რაღაცა სხვა ჩემი აზრი როგორც წამყვანის და ამ შემთხვევაში თუ არა ვოკალის დედა არ შემილია რომ ნინაც ყერაშვილმა არ შეაფასოს დედა ვერ მაგრამ ხაი მამიდაშვილი შეიძლება მოკლედ მინდა გითხრა რომ ძალიან ლამაზი გოგო ხარ სცენას უხდები ძალიან კარგი სიმღერა შეგირჩევი ეს ნიშნავს შენს კარგ გემოვნებაზე რაღაც შენიშნას მოგცევ და მინდა რომ სწორად გაიგო არ გეწყინოს ბევრი უსუფთავო ნოტი იყო ფალშები ქონდა და ეცადე იმუშაო ამ მიმართულებით უფრო მეტი ძალიან შებოჭილი ხარ თქო ვერ გეტყვი სცენაზე მაგრამ არც გადავირია მოკლედ გეუბნები აი ესე როგორც მეგობრები სამზარეულოში პირველი საკონკურსო დღისთვის საპატიებელია სამზარეულოში მეგობრები ჭავრავენ ხოლმე ამიტომ მე ვფიქრობ დღეს შენ რვიანი ეს იმიტომ რომ შემდეგი ტურისთვის უფრო კარგად მოემზადო და უსუფთავო გერებზე იმუშავე რაკულა ნინასგან ნინოს ასევე აპლოდისმენტები ვახო შავი სათვალითაო და სულ ჩემზე მივდიოდი რაღაცა ამ სიმღერაში. მე ვეთქვი ამ ადამიანს რომ ნამდვილად დავეთანხმები ნინას რომ ძალიან ბევრი უსუფთავო ნოტი იყო და ისეთი ადამიანები მე არ ვიცი არ მაქვს მოსმენ დანარჩენები ვინ გამოვლენ დღეს სცენაზე მაგრამ არ მინდა რომ რაღაცა ისე მოხდეს რომ მე ვიღაცაზე გული დაგვწყდეს ან არ დაგვწყდეს. ყველას მინდა წარმატება უსურვო რადგან პირველი ტურია. ამიტომ ჩემო ნინა თუ ნინო შავი სათვალითა რვიანითა რვაკულა ვახოსგან დიდი მადლობა ვახო მოდი ზალიკო განაგრძე გვერდით უზიხარ მაინც მეც იგივე დავეთანხმები ჩემს კოლეგებს დღეს ჟიურის ესა მუსიკალური კრიტიკოსი მუსიკოსი არა ვარ რა ქვია მაგას ბევრი ანერვიზმა იყო და ანერვოზი სფეროში ხარ არა ფალში ხო ნუ მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა აქედან გამომდინარე რვიანი მაგრამ გისურვებ წარმატებებს ყველაფერი რვაკულა ზალიკოსგანაც დიდი მადლობა გავამხრეოთ ნინო ეხა ასე არ ინერვიულო მეც უბრალოდ ეხა პროფესიონალურად შეაფასაგერ გვერდით მიძის გადასარევი ხალბატონი უბრალოდ მე ამ სიმღერაში ცოტა სიმღერა დამაკლდა ასე ვიტყოდი კი ბატონო მე მესმის რომ ეს ნერვიულობაა და ყველაფერი ამას თანსდევს მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია
და იმედია მომავალში გამოვასწორებთ ამას და გიხილავთ შემდეგ ტურში. მოდით 9-ს დაგიწერთ მეწყვილს. 9 ქულა ნიკოლოზისგან დიდი მადლობა ნინო წარმატებები დაიკავეთ თქვენი ადგილი. დიდი მადლობა ჟიურის კიდევ ერთხელ და უბრალოდ მინდა უთხრა კონკურსანტებს რომ 8 ქულა არაფერს არნიშნავს აქ. შემდეგი მონაწილე კონკურსანტი მინდა წარმოგიდგინოთ ვარძელაშვილი ლექსოს აპლოდისმენტები. ნუ მიკრამ შენიერო რად გამირდი ხარ ლამაზი ხარ მაგრამ მაინც შენი არა ხარ აბარაღა დამრჩენია გაგებუდები სახში წავალ და ჩემსად მოშავე თუთები ალუბლები თაიგულები სიყვარული და მოხიბლული ჩვენი გულები ალუბლები შენი თვალები შემოფატარა გოგონა გენაცვალები საქმელთან არაცივივით გამოფრინდები სიყვარულით გავაოცებ გაუხილებელი ვეფერები მხოლოდ შემია სულ ყველაზე ლამაზი და მშვენიერია ალუბლები თაიგულები სიყვარულით მოხიბლული ჩვენი გულები ალუბლები შენი თვალები შემოფატარა გოგონა გენაცვალები Kasi ალუბლები თაიგულები სიყვარულით მოხიბლული ჩვენი გულები ალუბლები შენი თვალები შემოფატარა გოგონა გენაცვალები ალუბლები თაიგულები სიყვარულით მოხიბლული ჩვენი გულები ალუბლები შენი თვალები შემოფატარა გოგონა გენაცვალები ვარძელაშვილი ლექსო, დიდი მადლობა ლექსო. ნინა, უნდა შევაფასო და მოდი დავიწყოთ შენგან. ლექსოა ეს. ლექსო, მინდა გითხრა, ეხლა მეგონა რომ ვიჯექით ძალიან კარგ რესტორანში და აი მიუხედავად იმისა, რომ წყალი გვაქვს, გონია რომ ცოტა სვავთ, ასე ვთქვათ. მე მინდა გითხრა, რომ დღეს შენ იყავი საუკეთესო იმ გამოსვლებს შორის, ვინც მოვისმინეთ ჩვენ. გისურვებ ძალიან ბევრ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, რომ გექნება და ჩემგან შენ 10-იანი, იმიტომ რომ ფანტასტიკური. ლექსო, გილოცავ დღეს პირველი 10 ქულა. გასათვალისწინებელია ეს თან ვისგან. არა, განწყობა ფანტასტიკური სიმღერა, ფანტასტიკური და ფანტასტიკური შესრულება და თან როგორ იცეკვა ბიჭმა. გადასალე. ეს სუფრად აყარე, რა საერთოდ რომელ რესტორანში მღერი ხარ. მივდივართ. აი ეს სუსასმენს გაიძახი დღეს. ვიდი გაგწელე. დაკი გაგწელებ ჩემგანაც 10-იანი. აკიკულა გადასარევი. პლასტიკიან ვოკალიანა თამთოვანებულები დავწით. შენ ნამდვილად იმსახურებ დღეს ყველანი წავიდეთ ჩემთან გაგზელების ამბავში. მოკლედ შარაფობთ. ვახო. სალამი ლექსოს, წარმატებები მინდა უსურვო, რა თქმა უნდა. მინდა ძალიან ბევრ ტურში ვიხილო, მომეწონა მისი ქორეოგრაფია, დაიხვეწება, რა თქმა უნდა, უფრო რაღაც ფორმაში მოვა ეს ყველაფერი. და რაც შეიძლება თქვა დავეთანხმო ნინას, რომ მეც ვიჯექი კაი რესტორანში და მუსმენდი თანამშრომელს რესტორნის ერთ-ერთს, რომელიც პატიოსნად ასრულებდა თავის სამსახურს და კარგათაც მაქეიფა. 10-იანი ჩემგან. 30 ქულა მოაგროვა ამ ეტაპისთვის და ნახოთ ნიკოლოზი როგორ დაამრგვალებს თუ არ დაამრგვალებს თუ დააკენტებს. ფიქრობ, 9-იანი დავწერო თუ 10-იანი, იმიტომ რომ შენი გადასაწყვეტია. ხო.
უბრალოდ მეც ვთვლი რომ ძალიან კარგი იყო დავიწყებ იმით რომ ქორეოგრაფია უხდება ხოლმე პატარ-პატარ რაღაც ელემენტები ცეკვის სიმღერას, ნუ სიმღერასაც გააჩნია რა თქმა უნდა, ყველას არა რა თქმა უნდა, მაგრამ კარგი იყო, მე წარმატებები მინდა გისურვოთ, მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ შემდეგ ტურში გიხილავთ და მოდი მაინც არი ფიქროთ რომ მათიას არ გიწერთ დღეს მიუხედავად იმისა რომ ძალიან ლიბერალური კანონები გვაქვს ჟიურის წევრებს მოდი ცხრას დაგიწერთ 9 ქულა მაინც დააკეტა რას ვიზავ ჟიურია მაგრამ ყველაზე მეტი ქულა ამ ეტაპზე თქვენ გაქვთ წარმატებები დიდი მადლობა მშვენიერი განწყობისთვის და შემდეგი მონაწილე გახლავთ თინათინ დათაშვილი აპლოდისმენტები თინათინს და მოусმინოთ ერთმა ბიჭმა ნაბდიანმა ჩემს ეზოზე გადიარა ისე გოხდა თაბიჯებდა გული დამიდარდიანადა ნეტაი გულის ფიქრები თვალითაც ინახვებოდეს ბიჭო შენ რომ მიყვარხარ შენც ეგრე გეყვარებოდე რამადამადარირიმ დამდამდარო რამადამადარირიმ დამდამდარო ნედავიჩი დათმაქცია ნედავიცო დეფრენავო რამადამადარირიმ დამდამდარო რამადამადარირიმ დამდამდარო მოფინდებოდი შენთანა ხომიცი დისენავოდა ვიცი რომ შევარდენი ხარ მაგრამ რომელი კუთხის და ნედამ გაგზარდა ეგრე ფოლადი გულისა რამადამადარირიმ დამდამდარო რამადამადარირიმ დამდამდარო ნედავიჩი დადმაქცია ნედავიცო დეფრენავო რამადამადარირიმ დამდამდარო რამადამადარირიმ დამდამდარო მოფინდებოდი შენთანა ხომიცი დისენავო რამადამადარირიმ დამდამდარო რამადამადარირიმ დამდამდარო ნედავიჩი დადმაქცია ნედავიცო დეფრენავო რამადამადარირიმ დამდამდარო რამადამადარირიმ დამდამდარო მოფრინდებოდი შენთანა ხომიცი დისენავოდა დათაშვილი თინათინი დიდი მადლობა მშვენიერი გამოსვლა იყო ნინა გთხოვთ თინათინ მინდა გითხრათ რომ ძალიან უხდებით სცენას ყველაფერი იყო ძალიან სწორად შესრულებული ტემბრალურად არც არასწორი გერები ქონიათ არაფერი ქორეოგრაფიაც ჩართეთ ერთადერთი დამაკლდა ოდნავ მინდა რომ ძალიან გულწრფელი ვიყო დღეს მეც მემართება ხოლმე ხშირად აი თვალები არ გიფრწყინავდა თუ ის ენერგეტიკა არ მოდიოდა უბრალოდ ყველაფერი სწორი იყო აბსოლუტურად მაგრამ აი შინაგანი განწყობა დამაკლდა ოდნავ თუმცა ეს მეც ხშირად მემართება ხოლმე სცენაზე დგომის დროს ამიტომ ვიცი რომ მაინც ყველაფერი კარგად იქნება და ჩემგან ცხრიანი თქვენ იმიტომ რომ შემდეგ ტურში როცა მოამზადებთ სიმღერას ხასიათიც მანახეთ 9 ქულა ნინასგან დიდი მადლობა ნინა ვახო გისმენთ დავაბრალოთ ეს ყველაფერი ნერვიულობას და მე 9-ს დავუწერ დღეს დანარჩენი ყველაფერი სწორად დიდი მადლობა ვახო ცოტა ორგანული რო ყოფილიყო ალბათ ამაზე გესაუბრებოდა მიხვდით ნინა რომ ყოფილიყო კი, გეთანხმებით, რომ ორგანულობა აკლდა ჩვენს მონაწილეს, მაგრამ ვაბრალებ, რომ ნერვიულობს პირველად გამოდის სამ ამბავში და შეიძლება ნუ სხვაგან გამოდეს სცენაზე. გავითვალისწინებთ. წარმატებები მინდა გისურვოთ ჩემო. დიდი მადლობა, ვახო. ჩემოზალიკო ძილფასო გისმენთ. მეც იგივეს გავიმეორებ, რაც დანარჩენ ჟიურის წევრები, ძალიან კარგი გოგოა სცენაზე, ძალიან კარგია, სწორად აცვია, რაც ამ სიმღერას უხდება, ქორეოგრაფიაც ის, აი რაღაცა აკლდა, ამიტომ მხოლოდ 9-იანი, თორე ეს იყო 10-яნის ნომერი. დიდი მადლობა, მშვენიერია დაიმახსოვრე, ნიკოლოს. კარგით, ზოგადად მე
ძვირფას მონაწილეებს მინდა უთხრა ის რომ რასაც აქ თითოეულ ადამიანს ვეუბნებით ისევ და ისევ მათი ინტერესებიდან გამომდინარე და როდესაც ამ შემთხვევაში საუბრობთ სცენაზე ვინც დგას ეს იმედია დანარჩენსაც ესმის და ყველაფერ ამას გაითვალისწინებენ ასე რომ ამ შემთხვევაში ის აგვა გამოსასწორებელი ყველა დანარჩენსაც ვეუბნებით რომ მეტი ხასიათი უნდა გამოვავლინოთ სცენაზე და ისეთი ეს პროექტი ხო აი ისეთი შეგრძნება მქონდა მეც რომ უთო გაქვს დარჩენილი ჩართული სახში და დედა როდის მორჩება ეს სიმღერა რომ იქნება გამო მაგრამ არა ეს წამოღებული ქონია ძალიან მარტივად გამოსასწორებელია მე იმედი მაქვს რომ გიხილავთ შემდეგ ტურში მოდი მე 10-ს დაგიწევ დღეს გადასარევი დიდი მადლობა გილოცავ თინათინ შემოკარგო რა სიტყვით მე მგონი მართლა კარგი ადამიანები არიან ფანოგის მეოთხე სეზონში და ძალიანაც კარგი რომ ბრძოლა ეშხში შევა და ბრძოლა რა თქმა უნდა ყველასთვის უკვე ნაცნობი პრემიისთვის რასაც 5000 ლარი ქვია და ეს ქუჩაში არ ყია ასე რომ წარმატებას გისურვებთ ჩემო კარგებო მოусმინოთ თქვენი ნებართვით შემდეგ მონაწილეს ლიპარტელიანი გახლავთ გიორგი და ზალიკო არ მინდა ეხლა აქ რაღაცეები აბა მუშკულად ეხს მომბძანდით გიორგი შენ სარკმელსავე ახალამაზო შავთვალა გუდადი ხარცხებთანა მოდი გამახარებე ჰაიდა ახალამაზო შავთვალა გუდადი ხარცხებთანა მოდი გამახარებე pizza სიყვარული არსობენიაშე ახალამაზო და შავთვალა რუდადი ხარცხებთანა მოდი გამახარებე ახალამაზო შავთვალა რუდადი ხარცხებთანა მოდი გამახარებე მოდი გამახარებე ახალამაზო და შავთვალა რუდადი ხარცხებთანა მოდი გამახარებე სადრფო მარტო დამტოვა სოფთარი და გაგულში გულში დატოვა გულის თარდებს ყოლავ ხვილი ცარდაბში სირაჩხანით მივარ ორთა ძალაში გამიფრიდა ჩემი მოდრედია ხელი მეტი რა დამარჩენია დავდივარ და ვეხი მერევა მაგრამ რამე მოხერება გამიფრიდა ჩემი მოდრედია ხელი მეტი რა დამარჩენია დავდივარ და ფეხი მერევა ხელი მაგრამ რამე მოხერება დავდივარ
ვარ და მე ხიმერე ვარ ღერი მაგრამ რამე მოგერება ბრავო ჩემო კარგო გილოცავ შვენიერი იყო რა ვიცი ერთადერთი რაც შემიძლია უკაცრავად პროექტის ავტორებს უნდა ვიქნებ ცეკვის განხრით და წავიდეთ რომ შვენიერი იყო გისმენთ ესე იგი გიორგი ძალიან გაკურებული ვარ გეტყვი რაღაც თუ იმიტომ რომ აქ იდგა ერთი ჩვეულებრივი ძალიან მორიდებული ადამიანი მეგონა რომ მაქსიმუმ კარგად იმღერებდა არ ვიცი, გამაოცე, ფანტასტიკური იყო სიმღერა, ქორეოგრაფია, ენერგეტიკა, განწყობა. მოკლედ აი ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. და ალბათ გამოცდილება გაქვთ ბევრი დაკავებული ხართ მუშაობთ ალბათ. დიახ. აი ეგ არის პრაქტიკა თავისას შვება. წარმატებები შენ. დიდი მადლობა ნინა, გენაცვალებ შვენიერი 10 კულა ერთხელ კიდე აპლოდისმენტები და ვახო. გიორგი არის თავხედი სენიორ თავხედი და ძალიან მოუხდა სენიორი თავხედობა არ აინტერესებს პირველად გამოდის მე-10-ად გამოდის თუ მე-20-ად გამოდის დაამარცხა ყველანაირი ნერვიულობა და მოაწყო კარგი შოუ დიდი მადლობა გიორგის და მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ შოუს ვიხილავთ მისგან მოწყობილს გამსახურებული 10-იანი ჩემგან 10 კულა ვახოსგან გიორგის ესე თუ გაგრძელდა კონკურსანტები ერთმანეთზე უკეთესი და უკეთესი გამოდის და თავიდან თითქოს ისე დაიწყო სიმღერა რომ რაღაცა ის მაგრამ ისე გახურდა და ისე დამთავრდა რომ მე არ ვიცი ბრავო ნამდვილად 10-იანი ეკუთვნის დასახურებული და ნიკოლოს დიახ პირველ რიგში ამ ადამიანის ახლა ვოკალურ შესაძლებლობებზე არ ვისაუბრებ უბრალოდ მე მინდა გამოვყო ამ ადამიანის თვითდაჯერებულობა როგორც იდგა სცენაზე, როგორც აღნიშნეს ჩემმა კოლეგებმაც, ამ შემთხვევაში კიდეც რო გქონდეს შენიშვნა ადამიანთან იმდენად თავდაჯერებული იყო ყველაფერში, რასაც აკეთებდა, რომ ვერ შეედავები ვერაფერში. და მინდოდა დამეწერა 7-იანი, მაგრამ მოდი 10-იანი. 10 კულა და გიორგი პირველი ადამიანია, ვინც დღეს 40 კულა მოაგროვა. ჯვარი აქაურობაში მაგრამ ქულის ხრივ ძალიან კარგია ჩემო ძვირფასებო. გილოცავ გიორგი, აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ გიორგის და მე მინდა კიდე ყველა როგორც ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, ყველას ურჩიო, ვთხოვო, გაითვალისწინონ რომ ფანოღი არის ის რომ ასე გავერთოთ ყველანი ერთად ბოლოს და ბოლოს პროექტი პირდაპირ გვეუბნება საქართველოს ფანოღი და შემდეგი მონაწილე მინდა მოვიწიოს სცენაზე ოქუაშვილი ლიდია აპლოდისმენტები მას და წარმატებები რა თქმა უნდა ჩემო კარგო. გყავთ მაესტრო. არ მიყვარხარ არადა შენ ვერაფერს სულ ვერაფერს ხვდები ვიცი სევდა გულში დაგიმალავს და ვეღარაფერს ვეღარ გეუბნები გავაცრები გავამარასისას ჩემს ლოგინში როცა დაიღალები მე უკვე მიხვდები რომ სხვა მიყვარს და რომ ვილად დაგვიკარგავს სლები გავაცლები გავამარასისას ჩემს ლოგინში როცა დაიღალები მე უკვე მიხვდები რომ სხვა მიყვარს და
რომ ღვილად დაგვიგარგავს სლები არ მიყვარხარ არადა შენ ვერაფერს სულ ვერაფერს ხვდები სიყვარული გულში დაგიმალავს და აღარაფერს აღარ გეუბნები გავაცლები გავარასიცავს ჩემს ლოგინში როცა დაიღალები მერე უკვე მიხვდები რომ სხვა მიყვარს და რომ ტყუილად დაგვიგარგავს სლები გავაცლები გავარასიცავს ჩემს ლოგინში როცა დაიღალები მერე უკვე მიხვდები რომ სხვა მიყვარს და რომ ტყუილად დაგვიგარგავს სლები რომ ტყუილად დაგვიგარგავს სლები ოქუაშვილი ლიდია არაჩვეულებრივი მე მახსოვს ლიდიამ მშვენიერად დამამახსოვრა თავისი ტემბრით და ვნახოთ ეხლა როგორ შეაფასებს ჩვენი მდედრი ჟიურის წევრი აუცილებლად უნდა დაგმახსოვრებოდა იმიტომ რომ ძალიან კარგი ტემბრი აქვს და ეს სიმღერა იმდენად სწორი ემოციით გადმოცა რომ აი შეიმჩნეოდა ის ტრაგიზმის რაც ამ ტექსტში არის მე პირადად ვერანაირ შენიშვნას ვერ მოგცემთ გისურვებთ წარმატებებს და ალბათ თქვენს გამოცდილება გაქვთ თუ არა კი ხო გისურვებთ წარმატებებს და მე არ მაქვს უფლება რომ 10-იანი არ დაგიწეროთ იმდენ კარგად შეასრულოთ ვოკალურად მადლობა ნინა მშვენიერი შეფასებისთვის ოდნავ მეგონა რომ ნერვიულობდით და ნუ ნერვიულობთ რა აი ხო აი ფიქრობდით 9 დამეწერა თუ 10 რომ ნერვიულობთ მაგრამ ეს წაგახალისეთ რომ შემდეგ ტურში აღარ ინერვიულობთ მადლობა ნინა აპლოდისმენტები ნინას ასევე ვახოს აპლოდისმენტები და გისმენთ მოდი ერთად ვიტიროთ ძალიან სპეციფიური ტემბრი მე მინდა ვთქვა რომ 4 სეზონის განმავლობაში არ ყოფილა ადამიანი რომელსაც ესეთი ტემბრი ქონოდა ჩემ თავს თუ არ ჩათვლი ჩემო ცოტას მივამსგავსებდი ქალბატონ ლეილას ტემბრს და ძალიან უხდება ვისაც ახლა ეს ბუნებრივად მოდის და არ შეიძლება მიბაძო ამ ხმით არავის მე არ დაგწამებ ცილს ჩემო კარგო წარმატებებს გისურვებ და ბევრი კარგი სიმღერა მომესმინოს შენგან აქ და შემდეგ წარმატება ცხოვრებაში და იქითაც და სადაც 10-იანი ჩემგან რა თქმა უნდა 10 ქულა გადასარევი გილოცავ შენივრად მივდივართ მოდი ნიკოლოს შეშიაფასე და ზალიკომ დაამთავროს დიდი მადლობა რომ ერთი ნაბიჯით წამოვწიეთ წინ კი ბატონო აუცილებლად მინდა დავეთანხმო ჩემს კოლეგებს ძალიან ძლიერი ხმა გაქვთ და მე მოხარული ვარ რომ თქვენ ბრძანდებით ჩვენთან ერთად თქვენი ხმა მე დარწმუნებული ვარ რომ არაერთი ტურის განმავლობაში დაამახსოვრდება ჩვენს ტელემაყურებელს ყოველ შემთხვევაში შემდეგ ტურში უეჭველი ბრძანდებით იმიტომ რომ მე მინდა 10-იანი დაგიწეროთ გადასარევი მიყვა როგორც სიტყვიან აბა ვნახოთ ზალიკო მადლობა ნიკოლოს მეც ესე იგი ბინდდება და ბინდია მღერის ლიდია სანაკია მართლა არაჩვეულებრივად თავისებურად იმღერა იმიტომ რომ ველოდებოდი ჩემფასებლური თვალით და ასე რომ 10-იანი გვინდია უღმის მადლობა დიდი მადლობა დიდი მადლობა შენ ჩემო ძირფასო დიდი მადლობა რა თქმა უნდა ლიდიას და რა ვიცი მეორედ დაიწერა შეივსო ასე ვთქვათ ყველაზე უმაღლესი ქულა 40 ქულა და ვნახოთ როგორ წარმოადგენს თავს ჩვენი გიორგი ტოროსიანი. გთხოვთ გიორგი, აპლოდისმენტები. აბა, გთხოვთ მაესტრო. კარგად მახსოვს მე ის დღე კარგად მახსოვს ის სამი ჩემი ბედის ვარსკვლავი მე რომ შენ
ჭიანში ვიცანი გაზაფხული რად გაქრა რა დაგვიდგა ზამთარი ბედი ზოგჯერ არ გვინდო ქვეყნა დასე რად არის წავალ სანთლებს დავანთე ღმერთს დაუნთები მსანთე მე ღმერთს შევევედრები არ გვაშოროს ერთმანე წავალ სანთლებს დავანთე ღმერთს დაუნთები მსანთე მე ღმერთს შევევედრები არ გვაშოროს ერთმანე რად მოგართვის ვარდი დღე და ღამე სულ ფიქრო გულში რად ჩამივარდი ჩემი საოცრება ხარ ჩემი თვალის ხარ შუქი სიმღერა ხარ შენ ჩემი მე ვარ შენი თვალშუქი წავალ სანთლებს დავანთე ღმერთს დაუნთები მსანთე მე ღმერთს შევევედრები არ გვაშოროს ერთმანე წავალ სანთლებს დავანთე ღმერთს დაუნთები მსანთე მე ღმერთს შევევედრები არ გვაშოროს ერთმანე ტოროსიანი გიორგი გიორგი, რატო გადაწყვიტე რომ ესეთი სევდიანი სიმღერა გემღერა ესეთ პირველ საჩვენებელ საკონკურსო წიჩუმა იყოს დარბაზში თუ შეიძლება? ძალიან მომწონს ეს. არა, ლამაზი სიმღერა უდაოდ გეთანხმები. იყო ეხა შენც იცი რომ რაღაც პატარ-პატარა ვოკალური შეცდომები. რაღაცა დამაკდა, არ გადავირიე, მაგრამ ცუდი არ იყო, ვერ ვიტყვი რომ ცუდი იყო. კამერასთან მშვენივრად გწოდნია მუშაობა და აი თედოსაც კარგად ათამაშებდი, აი რაღაც სექსუალურად თუ რაღაცა ესეთ. მოკლედ მე გისურვებდი რომ უფრო მეტი დრო დაუთმო შემდეგ ტურში, როცა გადაბრძანდებით და უფრო სერიოზულად მოემზადოთ და დღეს მაპატიეთ და რუიანს გიწერთ, მაგრამ ცუდი არ იყო, ეს იმიტომ რომ თქვენ უკეთესად მოხვიდეთ მოემზადოთ შემდეგ ტურში. როაკულო, დიდი მადლობა. მეც დავეთანხმები საქართველოს ჩვენებას ქალბატონ ნინას და აი იგივე ყველაფერი კამერასთან მუშაობდა. ჩვენებას ჯერ ეს ერთი და. ისა ენრიკე ეგლესიასავით კი მუშაობდა, მაგრამ სიმღერა ამდენი ტაშიტუშის მერე რაღაცა მოუდაგვაკლდა და აქედან გამომდინარე რვიანი. შეიძლება სხვა შერჩეული სიმღერა ბევრად უფრო კარგად შეასრულოს და დღევანდელ საკეიფო ტურს არ უხდებოდა ვთქვათ ეს სიმღერა, თორე ამ დროს როაკულა. დიდი მადლობა, ვახო გისმენთ. ну ვოკალურად რა თქმა უნდა არ შევაფასებ, მაგრამ ვიტყვი ერთ რამეს რომ ის ხასიათი რომელიც მას მოწონს ეს სიმღერა დარწმუნებული ვარ ძალიან ხშირად აქვს მოსმენელი და ნამღერიც
ძალიან რაღაც თავისებურად მოიხდინა. მეც დამაგდა ძალიან ბევრი რაღაც, ალბათ შემდეგ ტურებში გამოსწორდება და ერთად გავყვებით ამ ყველაფერს, რომ რაღაცა მოგწონს, რაღაც არ მოგწონს, ეს შეცდომები, რასაც გეუბნებით, შენიშვნები შეიძლება გავითვალისწინოთ და ყველაფერს მივაქციოთ ყურადღება. რუიანი დღეს ჩემგანაც, ჩემო რვაკულა ვახოსკან გიორგის და ნიკოლოზ. დიახ, პირველ რიგში მეც ამ რეპერტუართან დაკავშირებით შეიძლება ეს სიმღერა რაღაც ტურში ყოფილიყო უფრო მოსახდენი და მონგებიანი, უბრალოდ აი ამ სიმღერების შემდეგ რაღაც არ ჩაჯდა, ასე რომ ვთქვათ. ტურია თვითონ. თუმცა მე ამ სიმღერის საპრეტენზიო არაფერი არ მაქვს შემოგავლეთ. ნუ ზოგადად ამ პროექტში ბევრი ადამიანი გაიზარდა, ასე რომ ვთქვათ, და მე იმედი მაქვს რომ შემდეგ ტურებში ეს ყველაფერი უფრო დღეს როგორც უკვე მოგახსენეთ არ ვიქნებთ ისეთი მკაცრები და შემდეგ ტურებში ეს ყველაფერი ალბათ გამოსწორდება და ჩვენ შესაბამისად უფრო მომთხოვნები ვიქნებით. დიახ, მე ჩემგანაც რუიანი დღეს შვენიერი ქულებია, არის ფიქროჩ გიორგი, დიდი მადლობა დაიკავე შენი ადგილი და რა თქმა უნდა ვაგრძელებთ და სცენაზე მინდა მოვიწვიო კოშაძე თეა, რომელიც იმედი მაქვს რომ გაახალისებს და წამოწევს საკეიფო თემას. მაშ ასე მაესტრო და თეას მოусმინოთ. დეკემბერი დადგაოდა, ცამი ცვალაფერი, მე კი ისევ მარტო ვარ დაგელი. დეკემბერი დადგაოდა, ციდან ფანტელს ველი, როგორ მინდა მოფერება გარგო შენი, ციდან ცვივა ფანტელი, ცაფირუზის ფერია, მოგეფერო მინდა მაგრამ სხვისი ხარ და ძნელია. ჩვეულო ღამია და შენს ნაბიჯებს ველი, მონადრება ძნელიაო ძნელი, ჩემი სული შენი ხოს, შენი სუნთქვა ჩემი, მე უშენო და აღარ მინდა არაფერი, ციდან ცვივა ფანტელი, ცაფირუზის ფერია, მოგეფერო მინდა მაგრამ სხვისი ხარ და ძნელია. ჩემი სული შენი ხოს, შენი სუნთქვა ჩემი, მე უშენო და აღარ მინდა არაფერი, ციდან ცვივა ფანტელი, ცაფირუზის ფერია, მოგეფერო მინდა მაგრამ სხვისი ხარ და ძნელია. ციდან ცვივა ფანტელი, ცაფირუზის ფერია, მოგეფერო მინდა მაგრამ სხვისი ხარ და ძნელია, სხვისი ხარ და ძნელია, სხვისი ხარ და ძნელია. კოშაძე თეა, აწახილი უნდა შეგაფასო, ჩემო ძვირფასო, აქეთ ვდადექი. თეა, ჩემო საყვარელო, რატო ნერვიულობდი აი ასე? მითხარი, რატო მინერვიულობ? მიუხედავად ამ დიდი ნერვიულობისა, შენს ნამღერში იყო რაღაც ნაწილები, რაღაც ადგილები ძალიან კარგი, რაღაც ისერა და 1-2 მელისმი ძალიან ცუდი იყო, მაგრამ არა უშავს, ყველას მოგწვის ეს. მომეჩვენა რომ ოდნავ ზედმეტი მელისმები ქონდა, არ გინდა მარტივად იმღერე ეს. და მოეშვი და შემდეგ ტურში ეცადე რომ
იმუშაო აი ამ ხრივ, რომ მაქსიმალურად თუნდაც რომ ნერვიულობდი, არ უნდა შეატყოს მაყურებელმა ეს ნერვიულობა და აი ამაზე იმუშავე. შენ რუიანი და გისურვებ წარმატებას. 8 ქულა ნინას მუსიკალური განათლება აქვს და უკეთესად შეუძლია მაგ ყველაფრის თქმა, ანუ მე რო ანერვოზმები თუ ანევრიზმები ისა და მე მგონი ნერვიულობდა მართლა ჩვენი კონკურსანტი. რიანი ჩემგანაც, ოღონდ რაღაც შეიძლება სიმღერაც არ იყოს სწორად შერჩეული, არ არის გამორჩეული. გადასარევი, დიდი მადლობა, 2 რვიანი დაიწერა, არ არის ცუდი, დამიჯერე, მე აქ ისეთი რაღაცეები შემსწრევა, რა ხო, ბოდიში. გავემიჯნები ზალიკოს და ნინას და ძალიან სიმპათიებით განვეწყე ამ ადამიანის მიმართ. ამიტომ წარმატებები მინდა ვუსურვო ქალბატონ კოშაძეს, თეას და დაუწერო ცხრიანი. 9 ქულა გადასარევი, რას ვამბობ? დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ შენიშვნები ყველას აქვს, რა თქმა უნდა, მე ვთვლი, რომ ამ ქალბატონს აქვს ძალიან სასიამოვნო ხმა და შეუძლია უკეთესად წარმოაჩინოს თავისი ხმა. და იმედია ამას ჩვენ ვნახავთ ჩვენ. მე ცხრიანი უნდა დაგიწეროთ დღეს. გადასარევი, რას ვამბობ? წარმატებები ჩემო ძვირფასო, გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილი. მოწადი ჩემთან ჩემო ძვირფასო, ტალახაძე მადონა მინდა წარმოგიდგინოთ. მოგესალმებით. და დღეს მოусმენთ მადონას, გთხოვთ. ამ ცხოვრებამ ვერ დამიგო ფიანა დასები ვერ ამიგო სამოთხის დარბაზები მეც უეკლოდ ვერ დავგრიფე ქორფა და ვარდები კაცი თუ ხარ მოდი ნუ გავარაზდები წავიდა ცხოვრება ძნელი თორალი ვარ ამიტომ ღერი ალალა მე ალალა შენ ალალა ბედადადაბა სადაც შენ იქაც მე ერთად წავალთ ალალა მე ალალა შენ ალალა ბედადადაბა სადაც შენ იქაც მე ერთად წავალთ ცაზე მთვარე ამოსულა ღამე და ნათები ვისვე მადური ან მეცადავე მართლები სადარიან ჩემი ძველი დარედი და მანდები წავალ ამეც და მათთან დავიკარგები წავიდა ცხოვრება ძნელი თორალი ვარ ამიტომ ღერი ალალა მე ალალა შენ ალალა ბედადადაბალ სადაც შენ იქაც მე ერთად წავალთ ალალა მე ალალა შენ ალალა ბედადადაბალ სადაც შენ იქაც მე ერთად წავალთ ალალა მე ალალა შენ ალალა ბედადადაბალ სადაც შენ იქაც მე ერთად წავალთ ალალა მე ალალა შენ ალალა ბედადადაბალ სადაც შენ იქაც მე ერთად წავალთ ცაზე მთვარე ამოსულა ღამე და ნათები ვისვე მადური ანაბეც რადვე მართლები ტალახაძე მადონა დიდი მადლობა შვენიერი სიმღერისთვის ნინა გისმენთ მადონა მინდა გითხრა რომ ყოჩახშე რომ გარისკედა სიმღერა იმღერა იმიტომ რომ ეს სიმღერა დარწმუნებული ვარ მთელ საქართველოს ძალიან უყვარს და ყველა მისის ლელას ფანტასტიკური შესრულება ამ სიმღერის
რაღაც ადგილებით ძალიან კარგი იყო, თან შენ მოახერხე და შეცვალე მისამღერი, რიტმული ხაზი შეცვალე, ესეც მომეწონა, რომ გაბედე და გააკეთეს. ცოტა მიუზიკლის და ლელას ვერსიების მიქსი იყო. ამიტომ ცხრიანი შენ ამ გამბედაობისთვის. დიდი მადლობა ნინა, ჩემო ძვირფასო და ვახო თუ შეიძლება მოგისმენთ. გამარჯობა მადონა. წარმატებები მინდა უსურვო ამ ადამიანს, ფეხბედნიერი იყოს შენი მოსვლა ფანოხში. დღეს შეგაფასებოდი ცხრიანით. გადასარევი მშვენიერი, გადასარევი. ნახოთ რა იქნება შემდეგში. დიდი მადლობა, ზალიკო გისმენთ. იმედია მადონა დარჩება ამ შოუში მიაღწევს დიდ კარიერულ წარმატებებს როგორც ის მადონა და მერვიანი ოღონდ დღეს. დიდი მადლობა ასევე და ნიკოლოზ. დიახ, მეც პირდაპირ გეტყვით რომ ცხრიანს დაგიწერ დღეს. აპლოდისმენტები არ არის, სუდი შეფასება, წარმატებები, ჩემო კარგო. და მინდა ჩვენს ტელემაყურებელს მიმართო და უთხრა რომ დღეისთვის, შაბათისთვის დღეს მადონა ბოლო მონაწილე გახდათ და როგორც ყოველთვის ჩვენ შაბათს იგივე დროს, იგივე არხზე შევხვდებით საქართველოს ფანოღით ერთმანეს დროებით. ჟიურს დიდი მადლობა, ხვალ აუცილებლად შევხვდებით.